კერძოდ კი ბატონ ნიკოლე კიშვილს და ბატონ თემურაზ ბასილეს იმისათვის, რომ მათი დახმარებით მოხერხდა ამ პროექტის განხორციელება. Without regulating access to water and without protecting the Borjomi brand name, it would be impossible for us to finance this project. რადგანაც რომ არ ყოფილიყო მოგვარებული საკითხები, რომლებიც იდგა ბორჯომის წყლის გამოყენების ლიცენზიასთან დაკავშირებით, ძალიან სული იქნებოდა ჩვენთვის ინვესტიციის გაკეთება. So it's French investors კერძოდ ფრანგი ინვესტორების ჯგუფი and Bering. და ბერინგი. I am delighted to see that our sister institution EBRD is also involved in this project. ძალიან მოხარულია რომ ჩვენი და ორგანიზაცია ევრობანკი უდას მოსაწილეობს ამ პროექტის განხორციელებაში. This, as I mentioned, is our first investment in this country. Agribusiness resources, agricultural resources, mineral resources. მას გააჩნია მრავალსახის რესურსები, მინერალური რესურსები. So my colleagues and I in IFC look forward to a long association with the private sector in this country. ასე რომ ჩემი კოლეგები და მე მომხმარებლად ვეცდობ საქართველოს პრეზიდენტი ბატონი ედუარდ შევარდა. და ის ხალხი, ვინც იქ ცხოვრობს, ეს არის 5,000-6,000 კაცი, მათი წინაპრები ამ 150 წლის წინ ჩამოსახლდნენ იქ. Once again, I'm delighted to be part of this event today. I'm just coming 2,500 meters, and the 5 or 6,000 people who live there, the forefathers first came to live there, first settled in that place. So it was a dream that they nurtured for 100 ის რომ დღეს მომკანი გავხსენი და ყველა ოჯახში სასმელი წყალი შევიდა. And I'm very happy to say today that despite the lack of resources, we managed today to introduce. ადამიანებს ხანდახან ცოტა ყოფნით. მე არ დამაიწყდება ეს თვალები, რომელსაც დღეს ვზერდი. ეს ბედნიერი მოხუცების, ახალგაზრდების, ბავშვების, რომელსაც არ ჯეროდათ რომ ეს მოხდა. And I will remember. ბორჯომის ახალი სიცოცხლის დაწყება, ახალი სიცოცხლის დაწყება. And the second important occasion, which I am present today, which we all are witnessing today, is the revival of the Borjomi. რა თქმა უნდა, მე უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ ჩვენ თანამემულეებთან, ჩემს მეგობრებთან, ბიზნესმენებთან, ქართველ ბიზნესმენებთან ერთად ამ პროექტის განხორციელებაში, შედგენაში და განხორციელებაში მონაწილეობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, ცნობილი ბანკი, რომლის წარმომადგენელი აქ გამოვიდა, მსოფლიო ბანკი, ევროპის ბანკი და ზოგიერთი სხვა ინვესტორები. And with EBRD, the IFC, the World Bank, and many others. მე დღეს შევხვდი ქარხნებში, რომელთა რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, მომუშავე ადამიანებს და მათ თვალებში ძალიან დიდი იმედი და რწმენა ამოიკითხა მათ, სჯერა თქვენი ბატონო ჩვენო პარტნიორებო, ინვესტორებო და ჯერა აგრეთვე საქართველოს ხელისუფლებისა. I met with the people who work at the bottling. Sure, our partners, the investors who spoke before me today, that you have reliable partners here on behalf of the Georgian. თუ ვინმე ისე ჩაერიოს თქვენ საქმეში, რომელს კანონს ეწინააღმდეგება და საერთაშორისო ნორმებს, პატარა თვალი ჩამიგარიდა მე. And if anyone here make me a sign, just wink at me, and then I know what measures I will take. საერთოდ ბორჯომი მართლაც უნიკალური მოვლენაა, ბორჯომის წყალი და თვითმხეობა, მაგრამ მართლაც ყავზეა ლაპარაკი. Borjom. ყველა მერტად ინვესტორებმა და ხელისუფლებამ უნდა ითქვას ის
რეკლამაზე სხვადასხვა ქვეყნებში. ზოგანი პოპულარულია, ზოგანი ჯერ კიდევ არ იცნობენ. And all of us with our, ბორჯომი არის სიცოცხლის წყარო, because it's a source of life. ვინც ბორჯომს სვამს, ის მას აქვს მუდმივი ჯანმრთელობა. Anyone who drinks Borjomi water regularly, I mean, his good health is guaranteed, შესანიშნავი ხასიათია. as well as high good and good spirits. განსაკუთრებით თუ ვინმე ცოტა არაყი მეტი დალიან, მეორე დღეს უკეთესი საშუალება არ აქვს. Particularly if they had drunk vodka the day before. არიან ქვეყნები, სადაც ეს საინტერესოა. And there are countries in the world where this problem is very acute, in fact, where they are interested in this particular ბორჯომის წყალი ეს რეკლამაა, საჭიროა რეკლამა და მე არ ვიცი ხომ მე გამოგიორი თუ არა ამისთვის, მაგრამ თვისებებზე ვლაპარაკობ. which could be part of the whole advertising campaign. In fact, I don't know whether I would be a good advertiser of that myself or not. ბორჯომის წყალი უნარჩუნებს ადამიანს ყველა საუკეთესო თვისებას, რომელიც მას ახალგაზრდობაში აქვს. The Borjomi water helps anyone to maintain, to preserve all the good qualities that he used to have in his younger years. As young. ყველა იმპულსს და ყველა სტიმულს. All the strong points and everything. და იმასაც ამტკიცებენ, რომ ამ თვისებას გარდაცვალების მერე წინარჩუნებენ. ვინც მუდამ სვამს. And some even claim that these people preserve these properties after death if they continue to drink Borjomi water. მე ახლა ამაზე იმდენ სიმდომ ვლაპარაკობ, რომ ინვესტორებმა წილი უნდა მომცენ. Now, I'm talking at such length because I expect a share from the investors. მინდა ყველას მადლობა გითხრათ და ეს ძალიან ნათელი მზიანი და შესანიშნავი დღე მოგილოცოთ და დიდი საქმის დასაწყისი. Again, please allow me to offer you my very, very sincere words of thanks. Congratulations. ხელი ეწერება ორ ხელშეკრულება ბორჯომის შემოსხმელი ქარხნების რეკონსტრუქციისათვის 10 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფის შესახებ ხელს აწერენ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის უკრაინის, საქართველოსა და სხვა მინერალური წყლების კომპანიის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე. ხელი ეწერა ინვესტიციის გამოყოფის შესახებ ხელს აწერენ სოფლიო ბანკის ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ბატონ ედვარდ ნასიმი და საქართველოს
საკურთხეულ შვილებს ვულოცავ წინვალე დღესასწაულს აღდგომას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა. გალობს დღეს მთელი ზეციური სამყარო, გალობენ ანგელოზები, ემზადება უდიდეს დღესასწაულისათვის მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა. რამდენიმე წუთის შემდეგ მთელი სამყარო და ჩვენი ეკლესია გალობით მიმართავს, მადლობით მიმართავს უფალს და მადლობით აღნიშნავს უდიდეს საჩუქარს, ხსნას, კაცობრიობას უდიდესი ცოდვისაგან. ანგელოზები გალობენ ზეცაში, ანგელოზი რაღაცებს მიმადლებულო წმინდაო ქალწულო გიხაროდენ და კვალად გიხაროდენ. ძეშენი აღსდგა მესამესა დღესას საფლავით და კარნი აღადგინა ერნო გიხაროდენ. ადიდებს ეკლესია დღევანდელ დღეს შვენიერი გალობით განათვთი ახალო იერუსალიმ დღეს დიდება უფლისა შენზე გამოფწმინდა. განსხრებოდ და იხარებთ სიონ დაცა შენსა იშვებდინ ღვთისმშობელო აღდგომასა ძისა შენისასა. უფლის ჯვარცმით, უფლის საშინელი ბნებით ჯვარზე გაკვრით გამოიხსნა ადამიანმა ჯოჯოხეთი. გამოხსნილია და განთავისუფლებულია მარადიული სიკვდილისაგან. ეს არის საოცარი დიდი ჟამი, საოცარი დიდი საჩუქარი ღვთისაგან და ამ საჩუქარს, ამ დღესასწაულს მე ულოცავ ყველას, რადგან ბრწყინვალე აღდგომა, ქრისტეს აღდგომა აღემატება ნებისმიერ სხვა ეკლესიურ დღესასწაულს, აღემატება ნებისმიერ სახელმწიფო და საერო დღესასწაულს და დღეს განსაკუთრებულად მინდა მოულოცო ბრწყინვალე აღდგომა იმ ადამიანებს, ვისაც სულიერად უჭირს, ვისაც უჭირს მატერიალურად ან ფიზიკურად, ვისაც აქ განსაცდელი და ვისაც სტკივა და ვერ განიცდის მთელი ძალით დღევანდელ სიხარულს. მე მინდა გავიხსენო ეკლესიასთვის სიტყვები, თუ სადმე ქვეყნად იხილავ ღატაკდაში შევიწროებას, სამართლისა და ჭეშმარიტების შერყვანას ნუ გაიკვირვებ, რადგან მაღალს უთვალთვალებს მასზე მაღალი, ხოლო იცოდე მათ ზემოთ კიდევ უფრო მაღალი. მაღალი უფალი უთვალთვალებს თითოეულ ადამიანს, მართალს თუ ცოდვილს, ბედნიერს თუ არა ბედნიერს, ღატაკს თუ მდიდარს, ყველას მიეგება მისი სიტყვების, მისი საქმეების მიხედვით. უფალმა ბრძანა ცირედ ჟამ დაგიტევებ შენ, მაგრამ რავლითა მოწყალებითა შეგიწყნარებ შენ. და თუ დღეს განვიცდით ცირე შეწუხებას, უნდა გვწამდეს, რომ უფალი არასდროს არ დაუშვებს და არ უშვებს იმაზე მეტ განსაცდელს, იმაზე უფრო დიდ წუხარებას, რაც შეიძლება
ადამიანმა მიიღოს და მოითვინოს და ადამიანის ცხოვრება სავსეა ნუგეშის დღეებით და მწუხარების წუთებით. ამიტომ დღეს განსაკუთრებულად ვამხნევებ საზოგადოებას, ვამხნევებ, რომ გქონდეთ მეტი რწმენა, რომელიც თვინიერ საქმეთან მკვდარ არს. უფალმა ბრძანა პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა დღე გრძელი იყო ქვეყანასა ზედა. ჩვენი ზოგჯერ სუსტი მდგომარეობა საზოგადოების ოჯახების თუ სახელმწიფოსი გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ არ ვცემთ პატივს ჩვენ მშობლებს, არა მარტო პირდაპირ გაგებით და პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ სულიერი მნიშვნელობით, რადგან ჩვენი მშობელი დედა ეკლესია არის და ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც მამა, არც ღმერთი. ეს არის სრული ჭეშმარიტება. გარდა ამისა, მინდა მოგახსენოთ, რომ მხოლოდ სულიერად ძლიერი ადამიანი, მხოლოდ ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტ თავდაბალი არის, მხოლოდ ამ ადამიანს შეუძლია მიიღოს ღვთისაგან მადლი. მხოლოდ ასეთი ადამიანს შეისმენს უფალი. რადგან უფალი ამ პარტავანთა მოსრავს და დაბალთა მოსცის მადლი და რაც მეტი დაუმდაბლდებით, რაც მეტი ვიქნებით დამჯერი შვილები ჩვენი ეკლესიისა, მეტი სიმხნევე, ჭეშმარიტ მეტი სიუხვე, ძალის, სულიერი, მატერიალური ძალის ეკნება ჩვენ საზოგადოებას. როცა ეპისკოპოსი მიმართავს თავის ქალაქს ეპისტოლეთი საღდგომო მიმართვით, ხოთის აღინიშნება, ისე როგორც პატრიარქი მთელ ერს, აღინიშნება ის სულიერი წვრების სასიკეთო და ის სულიერი ნაკლი, რაც დამახასიათებელია ჩვენი საზოგადოებისათვის. მინდა აღნიშნო, რომ დიდი მომავალი მოდის და დიდი მომავალი ექნება ჩვენს ერს და ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს მორწმუნეებს, მაგრამ რა თქმა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის ძალზე დამახასიათებელია განსაკუთრებულად ჩვენი ბორჯომისათვის, ბორჯომელი საზოგადოებისათვის ინერტულობა. დამახასიათებელია საოცარი პასიურობა და გაუტანლობა ერთმანეთის. დამახასიათებელია ესეთი არაინტერესი, არაანთებულობა საზოგადოება აზრის ან მშენებლობა ჩვენი ქალაქის და რაც მთავარია ეკლესიაში ეკლესიასთან გვერდით დგომა ძალიან გვიჭირს. ძალიან ჩაკეტილი ვართ საკუთარ პრობლემებში. და არა ვართ ერთიანი. დღეს შეიძლება ერთმანეთის მეგობრები ვიყოთ და რამდენიმე თვის შემდეგ, ან ერთი წლის შემდეგ დაუძინებელი მტრები ვიყოთ ერთმანეთისა. და საოცარი ლანძღვა, წყევლა, უშვერი სიტყვა ისმის იმ ადამიანებისაგან, რომელიც იყვნენ სულ მცირე დროის წინათ ახლობლები და მოყვასლი. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ძლიერდება თაყვანისცემა, თუნდაც სულ მცირე ნაბიჯებით დარწმენა ჩვენს ქალაქში და ღვთისმშობლის ხატით შენ ხარ ვენახის მობრძანება და მიუწვევდი სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატის მობრძანება თუ ჩვენს ქალაქში ნამდვილად ამისი მაგალითია და მე ვუხდი მადლობას
იმ მრევლს, იმ ადამიანებს, რომელნიც შესწირეს ღვთისმშობლისათვის, რაც შეეძლოთ ვერცხლი, წიროდენ თანხა, პატიოსანი ქვები, იმისთვის, რომ ღვთისმშობლის ხატს შენ ხარ ვენახი, გაუკეთოთ ვერცხლის პერანგი და აღნიშნავ, რომ პირველი შესაწირავი ამ ხატისთვის შემოსწირა თბილისელმა მორწმუნე ქალბატონმა, ქვრივმა ქალმა, რომელიც ჩამობრძანდა სპეციალურად თბილისიდან ბორჯომში და მოიტანა ყველაზე დიდი მისთვის განძი და სიმდიდრე ქვრივ ქალს, რომელსაც დაეღუპა ვაჟი, ქვრივმა ქალმა შემოსწირა ღვთისმშობლის ხატს, ის ოქროს ქორწილის ბეჭედი, რომელიც ეკუთვნოდა დაღუპულ ვაჟს. ეს იყო ყველაზე დიდი მისი სიმდიდრე, მაგრამ იმდენად დიდი ქონდა გააჩნდა იმ ქალს სიყვარული ამ ხატის მიმართ, რომ სპეციალურად ჩამობრძანდა თბილისიდან და შესწირა ამ ხატს ეს ოქროს ბეჭედი. მადლობა უფალს ასეთი რწმენისათვის და ერთგულებისათვის. მე მინდა მოგილოცოთ ბრწყინვალე აღდგომა და ვუსურვებ ჩვენ საზოგადოებას, რომ გადალახოს ის ბარიერი, ის აუღებელი ციხესიმაგრე, რომელსაც ქვია საკუთარი ამბიციები, რომელსაც ქვია საკუთარი არაობიექტური ემოციები, რომელიც უშლის დამდაბლებას, უშლის ერთმანეთის პატივისცემას და ერთობას. უფალმა ბრძანა ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ილოცეთ და განგეხოთ თქვენ, როცა ვთხოვთ ჭეშმარიტად უფალს, ყველაფერი მოგვეცემა და ძველ აღთქმიდან და დღევანდელი ისტორიიდან მრავალი მაგალითი არის იმისა, როცა ერის თხოვს, ძლიერად თხოვს უფალს, აუცილებლად უფალი მისცემს ყველაფერს, რაც საჭიროა ადამიანისათვის. მე ასევე მაქვს თხოვნა, რომ თქვენ აღდგომა დღეს მოგახსენებათ ძალიან ძლიერია ლოცვა ადამიანის, რომ ილოცოთ მშვიდობისათვის. ნუ ვიფიქრებთ, რომ ის სამხედრო არეულობა და ომი, რომელიც ევროპაში მიმდინარეობს, ჩვენ არ შეგვეხება, ან ჩვენ პატარა შორეული საქართველო არაფრის შუაში არ ვართ. მინდა მოგახსენოთ წმინდა მამების გაფრთხილება, რომ როცა შეეხება ერთ მართლმადიდებლურ ქვეყანას ომი, განსაცდელი და უბედურობა, ეს შეიძლება ცოდების გამო სხვა ერებს და სხვა ხალხებს შეეხოს. ამიტომ უფალი გვიყურებს, თუ გაძლიერდება ლოცვა, ჭეშმარიტი გულითი თხოვნა უფლის შეწყდება ეს ომიც და აქედან გამომდინარე იქნება მშვიდობა მთელ სოფლიოში და რა თქმა უნდა საქართველოში. დავით მეფსალმუნემ ბრძანა ყრმა ვიყავდა დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი, დაგდებულ და თესლი მისი თხოვნელ პურისა. ესე იგი საოცარი სიტყვები, ყრმა ვიყავდა დავბერდი, მაგრამ მართალი კაცის დაჩაგვრა არ მინახავს და თესლი მისი, ესე იგი შთამომავლობა მისი, შვილიშვილები, შვილთა შვილიშვილები, თხოვნელი პურისა, ესე იგი მშიერი არ მინახავს მართალი კაცის ოჯახი და მისი შთამომავლობა. და ეს სრული ჭეშმარიტება, ესე იგი, რადგან გვშია
რადგან გვაწუხებს და გვაკლია ბევრი რამ, ესე იგი არა ვართ მართალი ღვთის წინაშე. ესე იგი სადღაც ვაშავებთ ღვთის წინაშე და საჭიროა გონების განწმენდა, გულის განწმენდა, რომ მიხვდეთ, რის გამო ხდება ეს. და მთავარი მიზეზი მაინც არის არაეკლესიურობა ჩვენი ერის. პირდაპირ რომ ვთქვათ, ძალიან ზედაპირული, ძალზე ზერელი, ნელტფილი დამოკიდლობა გვაქვს ჩვენ წინაპრებიდან განსხვავებით, რომელთაც საოცარი ანთებული რწმენა ჰქონდათ და ერთგულება თავის სამშობლოს და თავის ეკლესიის მიმართ. გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომას, როცა მოდის ასეთი საოცარი ჟამი აღდგომის სიხარულით გული ვერ იტევს ამ საოცარ საჩუქარს და მინდა პავლე მოციქულის სიტყვებით მოგილოცოთ და გისურვოთ, რომ მრავალ აღდგომას დაესწროთ და რაც მთავარია, რომ უფალმა გაფანტოს ყოველი სიმძიმე და ყოველი დაბრკოლება პირდად თქვენს ცხოვრებაში, თქვენს ოჯახებში, თქვენს სამსახურში და რა თქმა უნდა მთელ საქართველოში. ილოცეთ, იყავით ერთგული ეკლესიისა, ყოველ კვირას დილას მოვალენი ბრძანდებით, რომ დაესწროთ და მოусმინოთ ქადაგებას, მოვალენი ბრძანდებით, რომ დიდი მოწიწებით და სიყვარულით მოისმინოთ ღვთის სიტყვა და იხილავთ მერე განსაკუთრებულ დიდ ძალას თქვენში და რა თქმა უნდა გაძლიერებას იხილავთ ჩვენი სახელმწიფოსი. გილოცავთ, გაგახაროთ ღმერთმა სიმხნერეს, ვაჟკაცობას გისურვებთ და სულიერ სიმდაბლეს, რომ მოვითმინოთ ნებისმიერი თავდასხმა, ნებისმიერი ცუდი სიტყვა, ნებისმიერი ცილის წამება და ნებისმიერი განსაცდელი. ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა. ამინ. ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა. უკვე 2000 წელია ამ სიტყვებით ვილოცავთ ერთმანეთს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. ეს ღვთივკორცეული მილოცვა პირველად ანგელოზმა წარმოსთქვა, როდესაც მენელსაცხებელნი დედანი მივიდნენ იესოს საფლავთან, რომ ეცხოთ გვამი მისი. იხილეს იქ ანგელოზი, რომლის სახე ბრწყინავდა ვითარცა ელვა და ტანისამოსი იყო თეთრი, ვითარცა თოვლი. ეგენი შეშფოთდნენ, მაგრამ ანგელოზმა უთხრა მათ, ნუ გეშინის, თქვენ ეძებთ ქრისტეს ჯვარჩმოს. ის აქ არ არის, იგი აღსდგა. როდესაც ჩვენ ვამბობთ, ქრისტე აღსდგა, ბაძავთ იმ ანგელოზს, ხოლო როდესაც ვამბობთ, ჭეშმარიტად აღსდგა, მემსგავსებით ქრისტეს იმ პირველ მოწაფედ, რომელნიც მისი აღდგომის შემდეგ ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე.
მოციქულთა და მოწაფეთათვის ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტება მტკიცდებოდა მისი გამოცხადებით. ამ მოციქულთა რწმუნებას ჩვენთვის იგივე ძალა აქვს, მაგრამ უფალი ჩვენი, რომელიც თავის აღდგომის შემდეგ მრავალგზის გამოეცხადა მოწაფედ, არ ჩვენ გვაკლებს ამ სიხარულს. იგი უხილავად ამცნობს თავის ახლოობას ყოველ მორწმუნეს და მის მოყვარულს, რადგან მან თვითონს თქვა, რომელსა აქვდნენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყვარდე მე. ხოლო რომელსა უყვარდე მე, საყვარელი იყოს მამისა ჩემისა მიერ და მეცა შევიყვარო იგი. როდესაც შენი სული, აღსილი სიყვარულითა მაცხოვრისადმი, მოვა ასეთ მდგომარეობაში ლოცვით, მორჩილებით, ღვთის სიტყვის მოსმენით, წმინდა საიდუმლოებით, იცოდე რომ უფალი შენთანაა და შეგიძლია სიხარულით განაცხადო, გიხაროდენ, ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა. სწორედ ასეთი სიხარულითა და გულმხრვალე ლოცვით შეეგებნენ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ერისა და ეკლესიის მსახურნი ბორჯომის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში, სადაც სააღდგომო წირვა-ლოცვა აღავლინა ბორჯომ ახალქალაქის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე სერაფიმემ. მერტი და განიბრინეთ ყოველნი მტერნი მისნი დიდება წმიდასა და თანარსა და წყონსყოფილსა და განუყოფილსა სამებასა ყოვლადვე აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე აღსდგენ ღმერთი და განიბრინენ ყოველნი მტერნი მისნი და ილტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა ვითარცა მოაკლდენ, ყვამსა მოაკლდენ და ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა ესრე წარწმდნენ ცოდვილნი პირისაგან ღვთისა და მართალნი იხარებდნენ ესე არის დღე, რომელ ქმნა უფალმან ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამაშინა ქრისტე აღსდგა ქრისტე აღსდგა ქრისტე აღსდგა ქრისტე აღსდგა ქრისტე აღსდგა ქრისტე აღსდგა
დგა? ქრისტე არ დგა? მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართვილოცოთ. შეგვეწიენ, გვაცხონენ, შეგვიწყალენ და დაგვიწვენ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა. წმიდისა უხსნელისა უფროსად კურთხეულისა დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმინდანთა მომხსენებელთა თავნისთვის ნიდა ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტეს აღმერთსა ჩვენსა შევედროთ. Something very Vitaliona, Mesha Peter Text of Lavitaga. Christianka! სამშობლოთა ღვთისათა ივაკიმ დანეს და ბატონთა შეგვიწყალნეს და გვაცხონეს ჩვენ ვითარცა სახე არ გაკაცნობარეს. უფლისა მიმართვილოცოთ. მარჯვენა მან შენმა
თვდაცულიერი ჩვენი თავრობა და მხედრობა მისი მოიხსენოს უფალმა ღმერთმა ჩვენმან სასופელსათვისა ყოვლადვე აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი დიდი მეფე მამაი ჩვენ ილია მოიხსენოს უფალმა ღმერთმა ჩვენმან სასופელსათვისა ყოვლადვე აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე უნეტარესი პავლე პატრიარქი სრულიად სერბეთისა მოიხსენოს უფალმა ღმერთმა ჩვენმან სასופელსათვისა ყოვლადვე აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე სულნი საუკუნიდან გარდაცვალებულთა საქართველოს კეთილმსახურთა მეფეთა მეფესა გიორგისა მეფისა სოლომონისა და კათოლიკოს პატრიარქთა ნიკოლოზისა ანტონისა იოსებისა ანტონისა კირიონისა ლეონიდესი ქრისტეფორესი კალისტრატესი მელქისედეკისა ეფრემისა დავითისა აფხაზეთში ომში მოწყვეტილთა სერბეთსა შინა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა და ყოველთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ქრისტიანთა მოიხსენოს უფალმა ღმერთმა ჩვენმან სასופელსათვისა ყოვლადვე აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე და ყოვლად უსამღდელო ესი ბორჯომისა და ქალაქის ეპისკოპოსი სერაფიმე მოიხსენოს უფალმან ღმერთმან სასუფეველსათვისა ყოვლადვე აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე კეთილის მყოფელნი და ნაყოფის შემომწირველნი წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა მის ეკლესიისანი ამას შინამშრომელნი მგალობელნი თქვენ აქა მდგომარენი მლოცველნი და მვედრებელნი ერნი მოგიხსენოთ უფალმან ღმერთმან სასუფეველსათვისა ყოვლადვე აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე იგივე სული თანამშრომლობენ ჩვენ და თქვენ ორ და დღესაც წარიმართოს უფალმა სვანი მოგიხსენოს თქვენ უფალმა ღმერთმა ჩვენმან სასופველსათვისა ყოვლადვე აც და მარადის და უკუნითი აღუთრლოთ ვედრება ჩვენი უფალსა
დაგებულთა პატიოსთან და ზღვენთათვის Კარნი სიბრძნით მოხედენ შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ, ვით არც სახერავს და გაცნობორენ. ქრისტე აღდგა. ქრისტეს მიერ საყვარელო სულიერნო მანო დანო და სულიერნო შვილნო ილოცავთ ნანა
დღესასწაულს გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომას მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ჩვენ ვემზადებოდით მთელი მარხვის განმავლობაში ვემზადებოდით დიდ მარხვის წინა 2 კვირის განმავლობაში ვემზადებოდით ჩვენი ძალების მიხედვით მოგზალებით სურვილით რომ მივიეგებოთ დღევანდელ აღდგომას ჯერ ეკლესიამ გვაუწყა როგორ დამისულიყავით უფალთან ეკლესიაში როცა მოვისმინეთ მეზვერის და ფარისევლის იგავი რა სათნო იყო უფლისთვის და როგორი თხოვნა და როგორი ლოცვა შეიწირება ის წინაშე შემდეგში ჩვენ მოვემზადეთ გავიხსენეთ საშინელი სამჟავრო ადამიანის განდევნება სამოთხიდან და დაიწყო დიდი მარხვა ყოველი დღე მარხვის ყოველი კვირა დიდი მარხვის იყო განსაკუთრებული დღე და ჩვენ აღნიშნავდით ჯერ მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავდით ღვთისმშობლის დაუჯდომელის დღეს მარიამ მეგდალელის ხსენების დღეს და მრავალი წმინდანებს 40 სებასტიანი წმინდანებს და ყველა ეს წმინდანი ყველა ეს დღე იყო მომზადება დღევანდელი დღისათვის უნდა დაგვემსახურებინა დღევანდელი სიხარული ვინც მომზადებელი შეხვდა აღდგომას ის ჭეშმარიტად ვერ მიწდება და არ ექნება ის განცდა რაც ევალება და ესაჭიროება მორწმუნე ადამიანს ვინც მთელი მარხვის განმავლობაში მაინც იყო განსხრომაში არ მარხულობდა და სულიერად არ ემზადებოდა იმისთვის რომ ოდნავ მაინც იბრძნოს რა საოცარი დღე არის დღეს რა თქმა უნდა მისთვის ძნელია აუხსნათ და ძნელია რომ მიწვდეს რას ვგრძნობ ჩვენ დღეს და დღეს როცა ჩვენ შევასრულეთ ეს საოცარი ლამაზი წირვა მართლმადიდებელი წირვა რომელიც თავისი შინაარსით და თავისი გარეგნული ფორმით აღემატება ნებისმიერ სხვა რელიგიის კონფესიის თუ სექტის რიტუალს იმდენად სრული ჭეშმარიტება იმდენად სრული წმინდის მადლით გამბრძნობილია ჩვენი ნებისმიერი სიტყვა და ნებისმიერი მოქმედება ეკლესიაში და ტაძარში როცა ჩვენ დავიწყებთ ლიტანიობა ანუ ხატებით გალობით გამოსვლა ეკლესიიდან და მოუვარეთ ეკლესიას და მივედით დახშულ კარამდე ეკლესიის ეს ნიშნავდა რომ ჩვენ გავიმეორეთ ის გზა რომელიც გაიარეს მენსაცხებლებმა დედებმა იცოდეთ რომ ზუსტად აი ამ წუთებში უფლის საფლავთან მივიდნენ მარიამ მაგდალინელი მარიამ კლეოპასი და სალომე ზუსტად ამ წუთებში როცა მოქონდათ სუნელება რომ ეცხოთ ზეთი მაცხოვრისათვის ამ დროს იხილეს გადაგორებული ლოდი უზარმაზარი ლოდი და იხილეს ანგელოზი და ანგელოზმა ახარა